ჩემო ვიფასებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართულ ენას დიდი საღვთო საიდუმლო ცოდნა აქვს ჩადებული. აი, ზოგი მწერალი ასე ამბობს, რომ თავის თავში ხსნის საიდუმლოს. ანუ აი სიტყვას ხო ამბობ დავასახელებ. ამ სიტყვის უკან ისეთი სიტყვა, რომ ძალიან დიდი სიღრმისეული შინაარსიდევს ამ თითო სიტყვაში. აი მაგალითად, ლუკა ქორიძეს უნდა ვკითხო. ლუკა ქორიძე, გამიგია შენ ასეთი სიტყვა, წუთისოფელი? გამიგია მას. აბა აი რა სიღრმეა ჩადებული, რა შინაარსიდევს? მას წუთისოფელი არის ეს ქვეყანა, მას სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ხოლო ხანმოკლე და მარადიული არის მას, როცა ჩვენ რო უკვე გარდავიცვლებით მას და ზეცაში. ხო და რას ნიშნავს? აბა დააკვირდი, წუთისოფელი ხანგრძლივია თუ ხანმოკლეაო, რას გეუნება შინაარსი? აი, ანუ ესე წუთივით არისო. როგორც წუთი მალე დამთავრდებაო, ჩვენი ცხოვრებაც, აქ მიწიერი ჩვენი ცხოვრებაც მალე დამთავრდებაო. გასაგებია? აი, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვა მეტყველებს, გარდა იმისა, რომ თავისი დანიშნულება აქვს, ხო, რაღაცა გამოხატავს თავის აზრს. იმის შიგნით კიდე არის კიდე სხვა დამატებითი მნიშვნელობის და აი წუთისოფელი სიტყვა ლუკა ნამდვილად სწორედ შენიშნა, რომ მოიცავს თავის თავში იმას, რომ ეს არ არის ძირითადი ცხოვრებაო. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია არადისობაში ღმერთთან სწორედ მივიახლოთ ღმერთს და ამ წუთიდან არადისობაში გადავინაცვლოთ. ანუ ღმერთთან შეერთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აი ამ ცხოვრებაში სიტყვაზე რაღაცა დიდი წარმატებების მიღწევა, თუნდაც ესე იგი მატერიალური წარმატება, რაღაცა შეიძლება, ესე იგი თანამდებობრივი წარმატება, რაღაცა თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებაში რაღაც დიდი გამარჯვება. ეს ყველაფერი მაინც წუთთან ასოცირდებაო, ქართული ენა გვეუბნება. აბა დემეტრესთან უნდა ერთი სიტყვა როგორ ესმის, მაინტერესებს. დემეტრე, შენ როგორ გესმის სიტყვა გარდაიცვალა? რა სიღრმისეულ ასს ხედავ ამ სიტყვის უკან? ჩაუთე თომასწავლებელო. ჩვენთვის გარდაიცვალა ნიშნავს, რომ ის სხვა სამყაროში გადავიდა. ანუ ესე იგი კი არ გაქრაო და კი არ მოისპო და კი არ დამთავრდაო, ხო ერეკლე, ესე იგი ისა დემეტრე სხვაგან გადავიდა. ანუ სიტყვაზე ამ ოთახში იყო, აქეთ კარებია, გადავიდა იქითა ოთახში. მიხდი? სხვათა შორის წმინდა მამები გვასწავლიან, რომ აი გარდაცვალება როგორც კარებიო, ისე არის გაგებულიო ბევრი წმინდა მამისთვის. ანუ როგორც ერთი ადგილი და მეორე ადგილზე გადავიდნენ. მე კიდე ესე მიყვარს ხოლმე, მეტროში ხო ნამყოფები ხარ, თხილად კარები იკეტება, გამოაცხადებენ, ხო? სიტყვაზე მარჯანიშვილი. შემდეგი თხილად კარები იკეტება და შემდეგი სადგური რუსთაველი. ანუ მიხდით? ესე იგი წუთისოფელი დამთავრდა, დაიკეტა კარები და შემდეგი სადგური რომიო მატარებელი გაჩერდება და სხვა სადგურს, ანუ სხვა ცხოვრებას გამოგვიცხადებენ და ისევ გაგრძელდება. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთმა თავისნაირი მსგავსი, მისი მსგავსი უკვდავი სული მოგვცა. ეგრე რომ ჩვენი სიცოცხლე არ მთავრდება. მივხვდით აი რისი ამის შემდეგ მინდა დააკვირდეთ აბა ქართულ სიტყვებს და თქვენ თვითონაც მომიძიოთ ასეთი სიტყვები და მომიტანოთ. ახლა კი მოდი შევუდგეთ საქმეს. ახლა ჩემო ვიფასებო, როგორც გითხარით, ქართულ ენას მრავალი საღმრთო საიდუმლოებები, ანუ ცოდნა, საღვთო საიდუმლოებები ამ ენაში ჩადებული. და ასე წერია, რომ თუ სახარების ენით ვიმსჯელებთო, ანუ ღმერთის ენით, იესო ქრისტეს ენით, ამ ენას ლაზარე ჰქვიაო.
ახლა მინდა რომ ლაზარეზე მოგიყვეთ რა ისტორია არის, ვინმე ხომ არ იცის ლაზარეზე რა ისტორიაა სახარებაში. ვინ იყო ლაზარე, ხომ არ იცი? აბა ელენე ძაძამიძეს ძინძიბაზე. ძინძიბაძემას მას ლაზარე იყო უფლის მეგობარი. და როდესაც გარდაიცვალა და უფალმა ამის შესახებ გაიგო, მივიდა და აღადგინა. და გააცოცხლა ლაზარე. ანუ ნახეთ ბავშვებო, გარდაცვლილი იყო და საფლავში იყო და უფალმა მოითხოვა მიმიყვანეთო ხალხს ეგონა რომ ლაზარე მივიდოდა და როგორც თავისი მეგობარი საფლავზე ნახავდა და ხო იციან ხოლმე ავლენდა და დაიტირებენ ხოლმე. ან რაღაცა შეიძლება სასმელი წაიღონ და თითო ჭიქა წაუქციონ, ან გალითუა ყვავილებს მიუტანენ ხოლმე, კვერცხებს აღდგომო კვერცხებს და ასე შემდეგ. და ასე ეგონათ რომ ეთყობა მივაო და იტირებს. მაგრამ მივიდა და ასე უთხრა, მოაშორეთ ლოდიო და დაუძახა ხმამაღლა, ლაზარე გამოდი გარეთ. და ეს გარდაცვლილი ლაზარე გაცოცხლდა და გამოვიდა, ასე შეხვეული იყო ბავშვებო, თეთრი ნაჭრები ქონდა დახვეული ილია და ასე რომ იყო დახვეული ეს ნაჭრები, ხო ფეხზეც ხო ვერ გადადგავდა და ქრისტემ ასე უთხრა რომ გახსენით, გაუშვით იაროს. ესე იგი მართლაც ლაზარე გახსნეს და მას შემდეგ მრავალი ათეული წელი კიდევ იცოცხლა. ლაზარე ქრისტე რო ჯვარზე გააკრეს, უკვე მალე მოხდა. იმ წელიწადსვე მოხდა ქრისტეს ჯვარცმა დააღდგომა. ლაზარემ კი როგორც გითხარით, მრავალი წელი კიდე იცოცხლა. ესე იგი უყურეთ და სხვათა შორის კვიპროსის ეპისკოპოსი გამხდარა გივი მასწავლებელი. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ერთი ესეთი საიდუმლო ძეგლი გვაქვს ქართველებს დაწერილი, ძველის ძველი, თებაი და დიდებაი, ქართულისა ენისაი. აი ესეთი ძალიან, ესე იგი, ღრმა და ძალიან საღვთო ნაწარმოები. და იქ წერია, ესე იგი სახარებით სენითო ამენას ქართულ ენას ლაზარე ჰქვიაო. და იქ იცით რა წერია? ერთი დღე ვითარცა 1000 წელი. ესე იგი, თუ 3 დღის მკვდარი მეოთხე დღეს გააცოცხლა ლაზარე, გამოდის რომ 3000 წელი ქართული ენა, ანუ ქართული მოდგმა ისე იქნება მთელი კაცობრიობის წინაშე, რომ მკვდარივითო რა. აი როგორც მკვდარი ხო ვერაფერს აკეთებს, ხო და მთელი სამყაროს წინაშე, ესე იგი ეს ნიშნავს რომ ძალიან განთქმული იყო საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე, სამყაროს წინაშე, თავისი კულტურით, თავისი, ესე იგი, დამსახურებებით მსოფლიოს წინაშე, ხო და მერეო ლაზარესავითო, აი როგორც ლაზარე საფლავში იყო და გაუმჯერებლად იყო, აი ქართული ენა და ქართული მოდგმაცო, ხო, მთელი სამყაროს წინაშე მკვდარივით იქნება, ვერაფერს ვერ გააკეთებსო. მაგრამ ქრისტემ როგორც დაუძახა ლაზარეს, რომ ლაზარე აღდექ და გამოდი ცოცხალიო, აი ქართულ ენასაც ასე დაუძახებს, რომ აბა საქართველო აღდექი ახლა შენს მკვდრეთით ლაზარესავით და დაიბრუნე შენი დიდი დიდება, რაც სოფლიოს წინაშე გაგაჩნდაო და ასე ამბობენ მეცნიერები, რომ აი 3000 წელი უკვე გავიდა, რაც ჩვენი კულტურა სოფლიოს წინაშე ფაქტობრივად უცნობია, რომ ჩვენც ვერ შევინარჩუნეთ ბევრი რამ, თვითონ ქართველებმაც აღარ ვიცით, მაგრამ უკვე მეოთხე 1000 წლეული დაიწყო და დაიწყება საქართველოს აღორძინებაო, ქართული ენის აღორძინება, ქართველი ერის დიდი გამოღვიძება და დიდი აღორძინებაო და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საიმედოა. აბა ვინმე ხომ არ იცით, რამდენნაირი დამწერლობა არსებობს, აი რომ დავწეროთ ჩვენი სახელი და გვარი. ელენემ ვიცი რომ იცის ხელი აწია და
აბა ეს რომელია სახელი რო არ წერია ამ გოგონას იქნება დავაწეროთ სახელი ჩართი აბა თან გითხარი ეს არის ეკატერინიანი მცხეთიდან. აჰა ეკატერინა მიდი აბა საყვარელო ჩართე სამნაირი დამწერლობა არსებობს. სოფლიოში საქართველოს ანბანში არსებობს სამნაირი დამწერლობა. თუ სოფლიოში რამდენია ხომ არის ისე სოფლიოში არა. აი აბა მოდი ელენეს მოусმინოთ ელენემ გითხრას აბა სოფლიოში როგორ არის ცნობილი რამდენი დამწერლობაა სოფლიოში არის სულ 14 დამწერლობა. ამ 14 დამწერლობას შორის არის ერთ-ერთი ჩვენი, მაგრამ ჩვენ ცალკე გვაქვს კიდე 3 სახის დამწერლობა, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ჩვენ ხმარობთ ამ თანამედროვე საქართველოში მხედრულს. დიახ, აი ახლა ჩვენ ელენე ძინძიბაძეს რო აწერია თბილისი, იგივე ლალი მასწავლებელი ბოსლები რო აწერია, აი ეს არის მხედრული დამწერლობა, ანუ ყველაზე გვიან შექმნილი. ახლა მოდი კარგად გავიაზროთ. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, სულ 14 ქვეყნის შვილს, 14 ქვეყნის შვილს შეუძლია თავისი სახელი და გვარი თავის ენაზე დაწეროს. აი როგორც ლიზი გაგნიძეთ ყოცა ხო უწერია. აი თავისი სახელი და გვარი რო თავის ენაზე დაწეროს, სულ მხოლოდ 14 ერის შვილია ასეთი. და რა ბედნიერებაა თქვენ ახლა წარმოიდგინეთ რომ იმ 14-დან ერთი ქართულია აი ცოტნე მოსემ გლიშვილი ნახე რა მაგარი სახელია რა მაგარი სახელი და რა მაგარი გვარია კიდე გვარი კიდე უფრო მაგარი მოსემ გლიშვილი ჩვენ მოსე რამხელა დიდი წმინდანია თვითონ მღვდელი ნიშნავსო ქრისტეს განასახიერებს და ცოტნეც ქვია თან და აი რა მაგარი ქართველი კაცია ესეთი მაგარი საყვარელი გვარებია საქართველოში ხო და ნამდვილად ეკატერინა იყო ხო გივი მასწავლებელი დიახ ისე თქმა უნდა რომ ესე იგი ქართველებს ერთნაირი დამწერლობა კი არა გვაქვს აი როგორც 14-დან სხვა დანარჩენს ჩვენ 3 სხვადასხვანაირი ილია ჩემო ძვირფასო ერთმანეთისგან განსხვავებული. აი ასომთავრული დამწერლობა ყველაზე ძველია და სხვანაირია, ნუსხა ხუცური სხვანაირი. და ნუსხა ხუცური დამწერლობა აბა ვინ იცის, ვის მიუძღვნეს ქართველებს. ხომ არიცით, სად გამოიყენება ნუსხა ხუცური დამწერლობა და სად ხმარობს ქართველი კაცი ამ დამწერლობას. ნატალია ჩიმაკაძეს ან ნინოსაა კაცეული ახაშელი. აბა ნინიც. უფალს მიუძღვნეს. რაო? უფალს მიუძღვნეს და ეკლეს. უფალს, დიახ, ეს არის უფლისთვის მიძღვნილი და ქართველი კაცი ნუსხა ხუცურ დამწერლობას ხმარობს, როცა ღმერთს აღულენს ლოცვას, ანუ ღვთისმსახურების დროს. აი, ნუსხა ხუცური დამწერლობით დავითმა ძალისელმა ბიათაშვილმა თავის შეყვარებულს რო წერილი დაუწეროს არ შეიძლება იცი დავით შეყვარებულ წერილი უნდა მიწერო ასომთავრული ან მხედრულით აი ხათუნა შუბითიძე როგორც წერია იქ პატარა ლამაზი გოგო რო ყავს ესე იგი ეგ არის მხედრული დამწერლობა და ნუსხა ხუცური მარტო საღვთო არის ანუ ღმერთს რო უძღვნის ქართველი კაცი მხოლოდ ამ დროს გამოიყენება აი ისეთი დიდებული წინაპარი ყავს და ისეთი მაღალი კულტურა აქვს ჩვენ მაღალ ღირსეულ დიდ წინაპარს ჩემო ილია რომ წარმოიდგინეთ რომ საგანგებოდ ღმერთს შეუქმნეს ამბანი და ამ ამბანით მარტო ღმერთს ადიდებს აი ეკლესიაში თუ გინახავთ თქვენ მე დავითნები რომ წიგს კითხულობენ გინახავთ ან შეიძლება გამოვიდეს და დიაკვანმა წაიკითხოს სახარება ამ მღვდელმა წაიკითხოს აბა თუ ამის შემდეგ დააკვირდით ჩაიხედეთ აბა შორიდან იმ წიგში და თქვენთვის თუ საგანგებოდ არ ისწავლე ლუკა ეს დამწერლობა ვერ წაიკითხავ იქიდან ვერაფერს ანუ სხვანაირი დამწერლობა აი ჩვენი მხედრულისგან განსხვავებული ნახეთ რა საინტერესოა
ხოდა აი ჩვენ ქართველებს მე ახლა უნდა აი ყველაზე ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანი აი ეს არის ასომთავრული დამწერლობა ყველაზე ძველი ნახეთ როგორი ასოებია აი განსხვავებული გვერდზე უწერია ჩვენი დღევანდელი ხედრული და თქვენ რო გაარკვიოთ რომელი ასო რომელი არის ხოდა ჩვენმა პატრიარქმა ასეთი კურთხევა გასცა ჩემო თვითფასებო რომ ძალიან მინდა რომ კურთხევას გაძლევთო ქართველებმაო აუცილებლად რომ იცოდნენ ნუსხა ხუცურიც მაგრამ ხედრული პირველი ხედრული ხო ვიცით ყველამ და ასომთავრული დამწერლობა აი მე მინდა რომ წელს ჩვენ დავიწყოთ შესწავლა ასომთავრული ანბანის შესწავლა რომ აი თქვენ თუ ტაძარში ფრესკებს აკვირდებით ან ხატებს თუ დააკვირდებით აი ასომთავრულად აწერიათ ასოები ეგრე რომ რანაირი ქრისტიანი ადამიანი თუ ხატზე ვერ გაიგო ვისი ხატია აი ჩვენ რო ვისწავლეთ მე პატარა რაღაცები მესმის და რაც ვიცი მაგას გასწავლით ეგრე რომ ყოველ გაკვეთილზე როდესაც შევიკრიბებით მინდა რომ დავალება მოგცეთ რომ პირველი 3 ასონიშანი რომ ვისწავლოთ ასომთავრულის ჩვენ დავიწყოთ ასომთავრულის ანბანის შესწავლა აი ეს არის ასომთავრულის პირველი ასონიშანი ა აბა ვინმეს ხომ არა აქვს სახში აი დაფა რო იწერება და მე რო ისლება ხოლმე აბა ვისა აქ ხელი აციოს აი პატარა დაფები ხო არის ბავშვებო რომ რაღაცა ფლომასტერით დახატავენ და მე წასაშლელი აქვს და რო წაშლის აგე ლალი მასწავლებლის ბავშვებს ქონიათ და ჩემი თხოვნა იქნება ლალი მასწავლებელო რომ ბავშვებს ვისაც აქვს წამოიღეთ ეგა პირველი 3 ასონიშანი დაევალებათ ბოსლევ ჩვენი ბავშვებს ბოსლევიდან და იქ დაგვიწერენ აი პირველი ასო ჯერნა ესე ხაზი გავაბათ გავუსვათ და მე აი ესე წამოვიდეთ და ასე გამოვსახოთ ა ეს იქნება ა მეორე დავალება გვექნება ბ სწავლა ბ აი ეს არის ბ ვისაც ესეთი დაფები გაქვთ ვისაც არა და ფურცელი და საწერკალანი მოიმარჯვეთ და თქვენ ვიცი რომ აგერ ილიასაც ქონია ამა მოიტა იშლება თან ილიაზე იწერება და იშლება ხო აი ესეთი რამე ვისაც გექნებათ მოკლედ გამოვიყენოთ რომ თუ არა და ფურცელზე შეიძლება რა თქმა უნდა ლამაზად ეგრე რომ შემდეგი გაკვეთილიდან აგე ილიას ასომთავრულიც მოუტანა დედიკო აი ეს არის ასომთავრული აბა ილია აი მაგ ასომთავრულზე ახლა გადაფურცლე შენ და ცალკე არის ა ასონიშანი ასომთავრული გამოსახული აბა გვაჩვენეგა აი მოიტა კიდე ახლო აი ესეა ნახეთ პირველივე რო აწერია ეგ არის ზუსტად ასეთი ნიშანი ეგ წიგნი მეც უნდა მქონდეს სახში და მოვიწევ ეხლავე და თქვენც აბა შეეცადეთ რომ თუ არა და ინტერნეტ სივრცეში თქვენ ვიცი რომ ჩემზე კარგად იცით მანდ მუშაობა და მოძებნა ინტერნეტში ჩაწერთ ასომთავრული და მოიძევთ და თქვენ თვითონ ნახავთ თუ არა და სახში ყველას გექნებათ დარწმუნებული ვარ ასეთი წიგნები ახლა მე კიდევ ერთ ქართულ სიტყვაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ეს არის დედამიწა აბა ვინმე ტყვის ახლა მიწას რაღაც უნდა წინ დედა რა ისე რო ვთქვათ მიწა არ არის საკმარისი წინ დედა რატო ემატება რა საიდუმლოს გვამცნევს სიტყვა დედამიწა აბა ვის შეუძლია გითხრას რა საიდუმლო შეიძლება იყოს ამ სიტყვაში რომ
დედა არის ჩაწერილი მაინც და მაინც მიწის თქმის დროს. რა, მიწა არ იყო საკმარისი, მაგრამ აი ქართულ ენაში დედა მიწა. ამა მარიამი გვეტყვის. ის მნიშვნელობა აქვს მას, რომ დედა გვასაზრდოვებს. ამა სხვა ვერსიასაც მოვისმენდი. ეს ეკა არის. აბა ეკას უსმენ. ჩართე შენი ხმა. ჩემი იმიტომ არის დედამიწაში, დედამიწაში დედა, იმიტომ რომ ეს მიწა, ეხლა ჩვენ გვევართ, არის ჩვენი დედა და მაგაზე აღვიზდებით და მაგაზე ვიქნებით დამოკიდებული ჩემი აზრით. ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ. აბა ეკატერინე, შენ მითხარი. პირველი ადამიანის მამა ვინ არის ადამის? აბა ვინ მეტყვის? პირველი ადამიანის ადამი ხო ერქვა პირველ ადამიანს. ამა წავიდეთ ბოსლებში. პირველი ადამიანის მამა არის ჩვენი ღმერთი. ღმერთი და პირველი ადამიანის დედა? ისევ ღმერთი. არა, ღმერთი და ხო არ იქნება. მამა. აბა ეს ნინოს მოусმინოთ. ახაშენი. დედა არის მიწა, რადგან ღმერთმა მიწისგან შექმნა ადამიანი, თიხისგან. მივხვდით ბავშვებო, უყურეთ პირველი ადამიანი, ნახე როგორ იქნება. ღმერთმა აიღო მიწა და არა სხვა რამ, გამოძერწა ქანდაკება და ჩაბერა უკვდავი სული და მიწა ამოქმედდა. და ვინაიდან ჩვენი პირველი მამა არის ღმერთი და ჩვენი პირველი დედა არის მიწა, ქართულმა ენამ ეს საიდუმლო იცის და მიწას წინ დედას უმატებს. და აი ჩვენთან რო ამბობენ, გააჩერეთ მიწა ჩავდივარ კი არ ამბობენ, გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარო. ბრუნავსო, რო ვიტყვით მიწა კი არ ბრუნავსო, ვამბობთ ხოლმე დედამიწა ბრუნავს, მიხვდი? ამიტომ ჩვენ ეს საიდუმლო გვაქვს, რომ ეს დედას რო ვუმატებთ, ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი მშობელი, დიდი დედა, პირველი დედა. და ნახეთ რა მაგარი წესი გვაქვს ქართველებს. როდესაც სული გააგრძელებს ღმერთთან მყოფობას და მარადიულ სიცოცხლეში გადადის, ამ სხეულს ვინაიდან მიწა იყო, ისევ დედა მიწას ებარება. ანუ თავის დედა ჩაიხუტებს ისევ. აი ესეთი კარგი წესი გვაქვს ქართველებს და კიდევ ერთი აბა ერთ სიტყვას ვიტყვი და ვინ შეიძლება ახსნას. თავისუფლებას, აბა როგორ ახსნა? აბა დავაკვირდით რა. ამ სიტყვაში რა საიდუმლოა ჩადებული. ხელის აწევით მაჩვენეთ, რომ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. და ვინც არ არის ჩართული, გთხოვთ რომ ჩართეთ, რომ მიიღოთ. ნახეთ ბავშვები რა ყოჩაღები არიან. ცოტნე, იტყვი შენ ცოტნე. აბა მიდი ჩართე და მე და შენ ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე. მას ისმის? დიახ, ისმის ჩემო საყვარელი. მას ჩემი აზრით თავისუფლება არის შენ რო ხარ შენი თავისუფალი. ხო, აბა რას ნიშნავს? აი მე რო ვიყო, ჩემი, ანუ რაც მინდა ის უნდა გავაკეთო? არა მას. ოჩაყაბა? ვინ არის თავად? კანონები ადამიანს ვინ მისცა? სიცოცხლე ვინ მოგცა შენ? მას უფალმა. დიახ, კანონები ვინ დაგიწესა? ცნებები. დიახ. ისევ ღმერთმა, ხო? ანუ ადამიანს აღწევდა, აი ასე უნდა იცხოვრო, არ უნდა მოკლა, არ უნდა მოიპარო, ხო? დიახ. აი უყურე ჩემო საყვარელო, ნამდვილად სწორედ თქვი, რომ თუ რაც მომინდა იმას გავაკეთე, აი მომინდა და მოვკალი, მომინდა და მოვიპარე. ეს თავისუფალი კი აღარა ვარ, ცოდვის მონა ვარ, მიხვდი? რაღაცა სულელური მომინდა და მოუწიე თქვათ, ხო? ყველა უცის რომ მოწევა არ ვარგა, ხო მართალია? იმიტომ სიგარეტს აწერია, მოწევა კლავს. მაგრამ თუ მომინდა და მაინც მოუწიე, კი აწერია რომ კლავს. ესე იგი,
მე ცოდვა ჩემზე ძლიერია, ნახე? ვიცი რომ არ ვარგა, მაგრამ მე მაინც მოვწიე, მე მაინც მოვიპარე, მე მაინც ცუდი სიტყვა ვთქვი. მე მაინც აი ჩავარტყი, მოვკალი, ესე იგი ვიღაცას გული ვატკინე, გული მოუკალი, ხო ასეთი გამოთქმაც არსებობს. მაგრამ შენ თუ იმას კი არ აკეთებ, რაც შენ გინდა. არამედ იმას აკეთებ, რაც სწორია. და ეს სწორე იცის ღმერთმა, ანუ მცნებების მიხედვით ცხოვრობ. მაშინ შენ რა გამოდიხარ შენი თავის? მე შემიძლია უფალებას. და ეს არის თავისუფლება. მიხვდით, როგორი მნიშვნელობას არის. ყოჩაღ, დიდი მადლობა, აი რა კარგად. მოდი ერთი სიტყვაც და გვეყოფა. ამან ვის შეუძლია ახსნას ერთი ქართული სიტყვა განათლება. აბა, განათლება. აი ესეთ. მოდი ახლა მივიდეთ ბარბარე ხარატიანებთან გადავინაცვლოთ დათეხმა ბარბარე და გამოსახულებაც ბარბარე სოფო. გამარჯობა. ჩემთვის განათლება არის, რასაც სკოლაში ვიღებთ, ან თუნდაც ეკლესიაში რო დავდივართ და იქ რასაც შევიძენთ, ანუ მამაო რო ლოცვებს ამბობს, ან სკოლაში რო სწავლობთ და რასაც ჩვენთვის კარგს აკეთებენ მასწავლებლებს, აი ჩემი აზრით მაგას ქვია განათლება, რასაც გვასწავლიან. მოდი ახლა მე და შენ ესე იგი დავკონკრეტებთ. რა დაუკვირდი? ანუ სიტყვა განათლებაში ფუძე რისკენ მიგვითითებს? რა არის ამაში ფუძე ჩადებული? აი რა საიდუმლოს ატარებს ეს სიტყვა და ქართული ენა რა მიმართულებას გვაძლევს? რა არის ამ სიტყვაში? განათლება ნათელი. აბა რა ქვია ამ გოგოს მოიყვანე აქ მოიყვანე? სოფო. სოფო ხარ? სოფო, ესე იგი რა არის ფუძე მან სოფო? აი მამა მაგალითად განათლებაო და აქ არის ფუძე ნათელი. ნათელია ყოჩა. ესე იგი მოდი ვთქვათ ვინ არის ნათელი? უფალი. დიახ, ჩემო საყვარელო. აი ჩვენ ახლა ნახეთ განათლების სამინისტრო გაგიგიათ? განათლების სამინისტრო რისის სახელმძღვანელო პუნქტია? რა იმართება ამით? იცით განათლების სამინისტრო? მე გასწავლით. განათლების სამინისტროდან იმართება სწავლა განათლების საკითხი. აი ჩვენი სკოლების სახელმძღვანელო პუნქტი, საიდანაც იმართება სკოლის დირექტორები, წიგნები და ასე შემდეგ, ყველაფერი რაც სკოლას ეხება, ინსტიტუტებს ეხება, ყველაფერი აი ამ დაწესებულებას, რომელიც მართავს ამ სფეროს, კანონებს ადგენს და ასე შემდეგ, განათლების სამინისტრო ეწოდება. ხო და აბა ახლა შენ მითხარი, ესე იგი წიგნების წაკითხვა და სწავლა უფრო განათლებაა თუ ქრისტეს ნათლის მიღება ჩვენი სიტყვის მიხედვით? ჩემი აზრით ქრისტეს ნათლის მიღება უფრო განათლება. დიახ, ჩემო საყვარელო, რა ყოჩაყი და ჭკვიანი გოგო ხარ. უყურე, ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ სახარებაში ერთი ესეთი სიტყვა წერია წიგნობრებიო. ნახე, ეთომასწავლებელი. წიგნობრები ცალკე სიტყვა და განათლებულები იქ არ იძახის. ანუ ბევრი წიგნები შეიძლება გქონდეს წაკითხული და სულ ათიანებზე სწავლობდე, მაგრამ ნათელი არ იყოს შენში. აი, გაგიგიათ ასეთი ბავშვები ძალიან კარგად სწავლობენ, მაგრამ ტაძარში არ დადიან. აი, პედაგოგები, ძალიან განსწავლულები, მეცნიერები, პროფესორები, ოღონდ წირვალოცებზე არ დადიან და მიაჩნიათ რა საჭიროა, მე აი იმდენი წიგნი მაქვს, წაკითხული დიპლომები მაქვს, რაღა უნდა ვისწავლო, რაღა დრო ჩემი ტაძარში სიარული რაღაც მინდა. ხო და აი ამაზეა ნათქვამი, რომ წიგნობრობა და წიგნების წაკითხვა და რაღაცების დაზეპირება არ ნიშნავს, რომ შენ ნათელი მიიღე. ნათელი ქრისტე არის და ნათელი ეკლესიაშია და ამიტომ ვინც ამ ნათელს, ქრისტეს ნათელს მოკლებულია,
ქართული ენა ეუბნება, რომ ეს არ არის განათლება. განათლებული არ არის. ესე იგი, ვინც ბევრი წიგნი წაიკითხა, ცოდნაც კარგია ჩვენთვის, მაგრამ ქართული ენისთვის ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც ჭეშმარიტ სწორ საქმეს განახორციელება ამ ცოდნით, ამისთვის საჭიროა, რომ ნათელიც იყოს. ნათელი კი მხოლოდ ქრისტეა. და მხოლოდ ის მასწავლებელს შეუძლია ნათელი ასწავლოს ბავშვს და სწორი მიმართულება მისცეს, რომელსაც თვითონაც ნათელი აქვს შიგნით. მიხვდი ჩემო საყვარელო, ყოჩახ სოფო, ძალიან მომეწონა. ეხლა ჩემოთ ვიფასებო ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებიდან მე ერთი ძალიან საინტერესო ლაზურის სიტყვა მინდა წაგიკითხოთ და რამხელა შინაარსის მატარებელია. უყურეთ, შურიმშინე ასე ქვია ლაზების ენით, ლაზური იგივე ქართულია, აი როგორც ჩვენ ხო გვაქვს მეგრული, სვანური, ასე გვაქვს ჩვენ, ესე იგი ლაზურიც და ნახეთ რას ამბობს ჩვენი პატრიარქი. ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილოკალთა მრავალფეროვნებას ქართველი კაცის განცდის სიღრმე და დიდარი სურვილების სამყარო განაპირობებს. მშვენიერი მიმართვა ლაზური შურიმშინე, რომელიც ნიშნავსო სულის მომხსენებელს. სულის მომხსენებელი. შურიმშინე ყოფილა, რომ ესე იგი მე ვინც მერე რო გარდავიცვლები, ჩემ სულს ახსენებს, ანუ ესე იგი ვინ ჩემზე ილოცავს. ახე დამლოცავს, თუნდაც ჭიქით მომიდონებს, ლოცვაზე წავაჭირვა ლოცვაზე და ჩემ სახელს შეაგზავნის. შეიძლება ასეთი მოსწავლე იყოს, მეგობარი იყოს, ასეთი შეიძლება შვილი იყოს, შვილი იყოს და ასე შემდეგ. ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, ანუ შვილს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენებელი იქნება. ესე იგი სამომავლოდ რა, მისი სულს მოიხსენებ, თუ ესე იგი დასჭირდა. კიდევ ერთი, მე ვფიქრობ, უფრო მაგარი ლაზური, ასეთი საოცარი გამონათქვამი არსებობს. ცაშა ეხტი. ცაშა ეხტი. აუყურეთ როგორ, ანუ ცაში ახტიო მეორენაირად. ცაშა ეხტი იგივე ჩვენებურად. ქართულად არის ცაში ახტი, რომელიც მეორე ქართული გამონათქვამი უფრო სრულყოფილად განმარტავს ცას ეწიე. აი ასეთი გამონათქვამი არსებობს ქართულში ცას ეწიე. ახლა ნახეთ რა დროს იხმარება, რომელსაც გარდაცვალებისთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიურ დალოცვის ფორმათაც. ნახეთ, აი სიტყვაზე ელენე ძინძიბაძის დაბადების დღეა და ლექსო მასწავლებელი და ელენე ერთად მოხვდნენ და ლექსო მასწავლებელს გაახსენდა ეს სიტყვა და ეუბნება, რომ თანდახო ჩვენ გვინდა რომ ვასწავლოთ და არ დაიკარგოს. აბა ელენე ცაშა ეხტი ვეუბნები. ესე იგი შემიძლია უბრალოდ ჩვეულებრივ ცას ეწიე იგივე. ისე ბედნიერი იყავი, რომ ცას ეწიე, ისეთი განათლება მიიღე სკოლიდან, ინსტიტუტიდან, რომ ცას ეწიეო. ესე იგი ცას ეწიე უკვე ვიცით, რომ ნიშნავს, რომ ცა ჩვენთვის როგორც ნათელი, ღმერთის სატახტო სახლი ისე არის და ქართველი აი მამაო ჩვენოში აბა დააკვირდით, სადაც ცხოვრობს ღმერთიო, აბა ვინ მიხვდება მამაო ჩვენოში, მამაო ჩვენო რა საიდუმლოს გვეუბნება, ღმერთის სახლი სად არისო? აბა ილია ბიწაძე დააკვირდება. მას როცა გვეუბნება რომელი ხარ ცათაშინა. ესე იგი სად ყოფილა ღმერთი? ცაში. ცაში ყოფილა. შემოდი ვიფასებო ერთ საინტერესო რამ უნდა მოგიყვეთ, რომ თურმე აი ილია და აკაკი ხო მეგობრები იყვნენ. ხო და თურმე მაგ დროს დიდი კამათი გაიმართა, რომ ვეფხის ტყაოსნის თარგმანში ერთ მკვლევარს უპოვია
სიტყვა ცათა. ხო და უფიქრია რომ კაცო ცა მრავალი ხო არ არის როგორც ღმერთი ერთია ცაც ერთიაო აბა შეხედეთო და აქ ეთყობა შოთას არ შეეშლებოდაო და ეთყობა თარგმნელმა არასწორად გადმოიტანა გადამწერმაო რა ვინც გადმოწერაო ვეფხის ყაოსან იმიტომ ჩვენ ბავშვებო ვეფხის ყაოსნის ორიგინალური ვარიანტი არ აქვს ანუ შოთამ რაც დაწერა ის ვარიანტი ქართველებს არ აქვს ანუ გადაწერილებ მაშინ გადაწერა ხდებოდა ხო და აქო გადამწერმა ეთყობა დაუშვა შეცდომაო ხო და ამიტომ იქ უნდა იყოსო ცასაო და ცა როგორც ღმერთი ერთიაო და მრავლობითში არ უნდა ვიხმაროთ ხო და ამ შეხვედრას თურმე ესწრებოდა ჩვენი საყვარელი აკაკი წერეთელი პოეტი რომელიც იყო ძალიან განსწავლული და ჭკვიანი კაცი ხო და ყველას უკვე გონია და უნდა გადააკეთონ და თურმე აკაკი ხმას აიღებს ხო და ბოლოს უთხრეს ბატონო აკაკი თქვენს გითხარით რამეო აკაკი წერეთელი ამდგარა ქუდი მოუხდია ესეთ ქუდს ატარებდა ხოლმე ხო ეს ქუდი მოუხდია მოტრიალებულა აღმოსავლეთისკენ და დაუწყია აი როგორც ილიამ დაიწყო მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა და დაამთავრა აიღო თავის ქუდი დაიფარა და წავიდა ამით ფაქტობრივად ყველას უთხრა რომ სწორი ფორმაა ცათა და მამაო ჩვენოში სწორი ფორმით გვიწერია აი ესეთ სხვათა შორის ამის მერე მე გადავამოწმე სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი რომელიც არის ყველაზე უნიკალური რაც ამ ქართველებს გაგვაჩნია ქართულ ენაზე ასეთი სრულყოფილი ასეთი დიდი საგანძური ჩვენი ერისთვის რაც სულხან საბამ შექმნა სიტყვათა კონაში არ არსებობს და იქ გივი მასწავლებელო წერია რომ სხვადასხვა ცა არსებობს და დახასიათებებიც არის ყველაცის ისეთ საინტერესო თემა ესე იგი პირველი ცა არის დახასიათებული მეორე ცა არის მესამეცა და თავის ახელები აქვს თან ყველას აი ესეთი დიდარი ენა გვაქვს ესეთი დიდარი ქართული ენა ეგრე რომ აი ჩვენ შეგვიძლია ესენი დავიმახსოვროთ ხოლმე ხო ესე იგი ნახეთო ცას ეწია ანუ ცაშა ეხტი ამას ჩვენ ხმარობთ უბრალო დალოცვისთვის აი მაგალითად ვეთყვი რომ ცოტნე ყოჩახ კაი ბიჭი ხარ და ცას ეწიე მიხმი ესე იგი ცას ეწიე ანუ განა ნათელი მიიღე შახტო ნათელი და არის კიდე მეორე დალოცვაც ამ ფორმითაც ლოცავენ ადამიანს რომ ესე იგი ცხონდიო ანუ ხო თქვენს ბავშვებმა რომ ცაშიაო ღმერთიო და ხო ჩვენ ხო ღმერთთან უნდა მოუხდეთ სამოთხეში მარადისობაში ეგრე რომ შეიძლება ორივე ფორმით ვიხმაროთ როგორც უბრალო დალოცვის ფორმით ცას ეწიე ცაშა ეხტი და ასევე როგორც გარდაცვლილ ადამიანზე დავილოცოთ რომ აბა აი ახლა გარდაიცვალა მაგალითად რუსთავში ახალი ამბავია მამა მაქსიმე ჭანტური ასეთ კარგი მოძღვარი ავადმყოფობობდა 2-3 წელი და ეხლა დღეს გავიდეთ რომ გარდაიცვალა და შეიძლება ასე უთხრათ რომ მამა ესე იგი მაქსიმე ცას ეწიე ანუ ესე იგი რომ ღმერთამდე მიდი და გამართოდიო აი ესეთი გამოთქმაც არსებობს ეხლა რა მინდა რომ გითხრათ რომ პატრიარქი ხო ყველაზე საინტერესო ეხლა აი თქვენ ალბათ გაგიგიათ რომ არსებობს ძველ ქართული ხო გაგიგიათ ასევე როგორც ჩვენ გვაქვს ძველ ქართული და თანამედროვე ქართული ფრანგებსაც აქვს ძველ ფრანგული და თანამედროვე გერმანელებსაც ძველ გერმანული ბერძნებს ძველ ბერძნული ებრაელებს ძველ ებრაული და ასე შემდეგ მაგრამ საინტერესო რა არის თურმე დედამიწის ზურგზე ერთადერთი ერი ვართ ქართველები რომ ძველ ქართულად წაკითხული ნაწარმოებიდან ნებისმიერი ქართველი ადამიანი თურმე შინაარს გამოიტანს ანუ დიდად არ არის შეცვლილი ძველ ქართული და თანამედროვე არის ცვლილება რა თქმა უნდა მაგრამ იმდენი არა რომ შინაარსი ვერ გავიგოთ და ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჯავახიშვილს ჩაუტარებია გივი მასწავლებელო ასეთი დაკვირვება
წასულა ერთ-ერთ სოფელში და ქართულის მასწავლებელთან დამჯდარა, ასე დამჯდარა და თურმე წაუკითხა შუშანიკის წამების ორი ფურცელი თუ ორი გვერდი. არა, დაკონკრეტებული. ხო და აი პირდაპირ ნახე, ესე იგი ჯერ გამოიყვანა გლეხი, ანუ რო თოხნი და სიმიც რა. და ეს კაცი დასვა და წაუკითხა ეს ორი ფურცელი. ამ კაცმა წერია 120 სიტყვა ვერ გაიგო. ანუ სიტყვის მნიშვნელობა ორი ფურცელიდან 120 სიტყვა ვერ გაიგო. მერე ცალკე გაიყვანა უკვე სოფლის სკოლის მასწავლებელი, ქართულის მასწავლებელი, ჩემო ძვირფასო ელენე და იგივე წაუკითხა. იმან ვერ გაიგო 70 სიტყვაო, ანუ ნახევარი გააუმჯობეს. და მერეო თავის ცოდნას დააკვირდაო, იგივე წაიკითხა და თვითონ ვერ გაიგო 23 სიტყვაო, თუმცა მიხეილ ჯავახიშვილი ერთგვარი მკვლევარის იყო. ნახეთ დასკვნა. შინაარსი სამივე ერთნაირი გამოიტანა. აი ეს არის სუფთა სასწაული. იმ გლეხის მუშამაც იგივე თქვა შინაარსი, რაც თქვა ქართულის მასწავლებელმა და რაც მიხეილ ჯავახიშვილმა და სწორე გამოდგა სამივეს. ანუ ამით რისი თქმა გვინდა, რომ ჩვენი ძველ ქართული, რომელიც აღემატება ჩვენ სამეთყველო ენას, რაც დღესა გვაქვს და სამწერლობო ენას, რა თქმა უნდა უფრო მადლიანია, უფრო ძვირფასია, უფრო ღვთაებრივია, მაგრამ ძალიან არ დაშორდა ერთმანეთს და შინაარსის გამოტანა არ გვიჭირს. აი ეს კარგი ამბავი მინდოდა მეხარებინა თქვენთვის. ბარემ ერთსაც ვიტყვი, აი ჩვენ მე და ეთო მასწავლებელი, გილი მასწავლებელი, თავარ მასწავლებელი, ლალი მასწავლებელი, აქ ჩვენთან ვინ შემოდიან, ირმა მასწავლებელი, ჩვენ ჩოხოსნების ჯგუფში გაერთიანებული ვართ უწყვეტ ლოცვაში, რომელიც ეძღვნება ჩვენ სამშობლოს. აი მე ერთ-ერთი ალბათ ჩემ ცხოვრებაში, რაზეც ვიტყვი, რომ რამეს გამიკეთებია ცხოვრებაში თქო, აი ეთო მასწავლებელსაც ასე ზვირფასება. ეთო მასწავლებელი ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელია და ასე მოგწერს ხოლმე გივი მასწავლებელო. ბედნიერება გვიახლოვდება, ესე იგი ჩვენი ჯერი რომ მოდის ხოლმე გვიახლოვდება, დარჩა 2 დღე, დარჩა 1 დღე, 5 საათი, 2 საათი და ასე ველოდებით. იცი რა საინტერესოა? ელენე, მერე დიდი გოგოები უნდა ჩაგაბათ, დიდი ბიჭებიც რო გაიზრდებით. ესე იგი როგორ არის, იცი ილია? თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ მოგიწევს რიგი, საათში ხო არის, ერთ დღეში ხო არის 24 საათი და 24 კაციანი ჯგუფია საჭირო. აი მე მაგალითად ვიწყებ ამ ჯგუფში პირველი ვარ. ესე იგი ჩვენი ჯერი რომ მოდის, ღამის 12 საათზე ესტაფეტა გადმომეცემა კითხვის, სალბუთა კითხვის და მე თქვათ ჩავიბარე მეორე, ესე იგი კანონი. ვიწყებ ამის კითხვას 1 საათის განმავლობაში. რო გახდება პირველი საათი, მართა არის ჩვენი მეგობარი და მართას მივწერო გავჩერდი მეოთხე კანონთან მაგა და გააგრძელე მართა და მართა აგრძელებს, ანუ 1 საათი ვლოცულობ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ხო და საინტერესო ის არის, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ ეს ლოცვა მიეძღვნას ჩვენ სამშობლოს და უწყვეტი ლოცვა არ ჩერდება, ეგე 4 წელი გავიდა და არ გაჩერებულა ეს ლოცვა. ხო და ეხლა რატო ვთქვი? ხო არსებობს თანამედროვე დაბეჭდილი, ანუ ჩვენ ენაზე, აი ჩვენ რომ მეტყველებთ ეხლა, ასეთ ენაზე დაბეჭდილი ახალი აღთქმაც არსებობს, ანუ სახარებები. ხო და თუ გვინდა რომ ლოცვად ჩაგვეთვალოს, თანამედროვე გამოცემული ჩვენთვის კარგად გასაგები ახალი აღთქმა სახარება კი არ უნდა წავიკითხოთ, უნდა წავიკითხოთ ძველ ქართულად გამოცემული სახარება. ფსალმუნები, სახარებაც და ფსალმუნები. სხვათა შორის სახარების ჯგუფშიც ვართ ჩვენ გაწევრიანებული, ის მადლი. და ყოველ დღე ვკითხულობთ ჩვენ სახარების ერთ თავს. ეგრე რომ ამით რა ვთქვი, აი რაოდენ უფრო ძლიერი ღრმა
და საღვთო დანიშნულება აქვს ძველ ენას. ამიტომ ეს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ, უნდა შევეცადოთ, რომ ხშირად ვიკითხოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა და საღვთო ნათელი უფრო მეტი მოგვივა ძველი ენის საკითხით. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ პატრიარქს განსაკუთრებით, ჩემო ძვირფასებო, უყვარს ქართული ენა, ეფერება და ასეთ ესე იგი საჭირბოროტო საკითხსაც გვაწვდის, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და კარგად დავიმახსოვროთ. არაერთხელ იყო შემოტევა ასეთი, რომ მოდიო მეგრელებს გაუჩინეს აზრი, რომ მოდიო მეგრულად გადავთარგმნოთ სახარებაო, მეგრულად გადავთარგმნოთ ვერთხის ტყაოსანი, აგერ სვანებს გაუჩინეს აზრი, ლაზებსაც ეთყობა, ამა თუ გაუჩინეს. ესე იგი და ნახეთ პატრიარქი რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით. არაერთხელ მოუნდომებია ავის მდომებს შენი შელახვა, ქართულ ენას ეუბნება, შენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენ წინაშია უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისაო. მიხდით? აი ხა სვანებმა რო თქვენ, ან მეგრელებმა რო მეგრული უფრო მაგარია ვიდრე ქართული, ანუ გამოყვონ, მიხდით? ცალკე ქართულზე თქვენ და ცალკე მეგრულზე. აი წავიკითხოთ ბოლომდე, ეს არ შეიძლება. არიან ისეთი ძალები, რომელიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია და სხვა წიგნები მეგრულად. ანუ ესე იგი, ვინც კარგად არის ჩახედული, აი განსწავლული მეგრელი, იმას ვერ მოატყუებენ. ის ეტყვის, კაცო, რას ქვია, როგორ შეიძლება მაგის დაყოფა. ეს არის კუთხური ჩვენი მეგრული ენა და არა სვანურად, ლაზურად და მოამზადო ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ. სოფლიოში ვრცელდება რუკები და ინფორმაცია, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა. ხედავთ? თითქოს ყველას ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ეხლა კახელებმა რო თქვა, რომ ჩვენ კახური ცალკეო რო გავიგო, მცხეთური ცალკე, ქართლური და ასე შემდეგ. ხო და აი ამაზე პატრიარქი ასე გვეუბნება. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვადასხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. ხედავთ? მტერი როგორ გვებრძვის. ანუ უნდა რომ დაშალოს და დაანაკუწოს ერთიანი ქართველი ერი და ქართული ენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯიაო. ეგრე რომ დაიმახსოვრეთ კარგად, ჩვენ უნდა ეს ერთიანი ქართული ენა სიწმინდით შევინარჩუნოთ, ჩემო ძვირფასებო და აი პატრიარქის ეს კურთხევა, რომ ასე არ დავანაკუწოთ, ეს ცალკე მივანიჭოთ რაღაცა თან. ზოგჯერ ასეც იციან ხოლმე, რომ აიო მეგრული უფრო მაგარიაო ქართულ ენაზე, ესეთ სვანური, ესეთ ისიც კი არის, რომ საზოგადოებაში, სადაც აი თქვათ 2-3 მეგრელია და სხვადასხვა კუთხის ადამიანები, ესეც არ არის სწორი, რომ ეს მეგრელები სამნი დაიწყებენ მეგრულად საუბარს. ესე იგი სხვა ვერ გებულობს, მარტო ესენი გებულობენ. იგივე სვანებსაც ეს არასწორი არის და ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ არ შეიძლება. რა თქმა უნდა, სვანურიც უნდა ვიცოდეთ, მეგრულიც, ლაზურიც, ყველა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი მთავარი სამეთყველო სახელმწიფო ენა არის ქართული და ამას დიდი გაფრთხილება და მოწიწებითი მიდგომა სჭირდება. და ჩვენი პატრიარქი ასე ამთავრებს, აი ამ ეპისტოლიდან ამ მონაწერს დავასრულებ. კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად მასმედიის საშუალებით ხორციელდება. რა არის მასმედია? აი ინტერნეტში რომ ამოიკითხავთ ხოლმე რაღაცა ინფორმაციას. აი რომ ამოგიგდებთ ხოლმე Facebook-ზე, TikTok-ებზე და რაღაცა ინფორმაცია. აშკარაა რომ ჩვენს წინააღმდეგ
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი. და ღვთისმადლით გამოჩნდა ასეთი ქართველი პედაგოგები, ასეთი განსწავლული მეცნიერები, უბრალო ქართველები, მოსწავლეებიც მათ შორის, რომ აი პატრიარქ ვარაგვაკ უთხრა, რომ ჩვენც აქ უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ ბავშვები ამას კითხულობენ და რამდენი ასეთი წყინვალე საიტებია შექმნილი, წიგნები გამოდის, გადაცემებია. ჩემი ერთ-ერთი დიდი ნატრა, აი რამდენიმე ნატრა მაქვს ამ ცხოვრებაში. უკვე ვთქვი, რაც არის ერთ-ერთი დიდი ნატრა, რომ ცხინვალში დავბრუნდეთ, სოხუმში დავბრუნდეთ, მშვიდობით, ჯანმრთელად, სიხარულით, მასწავლებლებად, ექიმებად, ინჟინრებად, ფეხბურთელებად, კალათბურთელებად, მოჭიდავეებად, ბიბლიოთეკარებად, გლეხებად, მღვდლებად, აი ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. და სამთა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი ჩემი ოცნება არის ჩემო მეგობრებო, რომ აი რადგან ახლა ლექსომასწავლებელმა ახსენა ქართლის ცხოვრება, ჩემი ოცნებაა, რომ გამოჩნდეს ქართლის ცხოვრების კიდე რამდენიმე ნუსხა. ეხლა აგიხსნით ეს რას ნიშნავს რა. ერთ-ერთი დიდი ადამიანია ერეკლე მეფეს შვილიშვილია, თეიმურაზ ბატონიშვილი, აკადემიკოსია, ჩემო შვილებო და ჩემო მეგობრებო, პეტერბურგის უნივერსიტეტის, ისა პეტერბურგის აკადემიის, კოპენგაგენის, ანუ დანიის აკადემიის და პარიზის, ანუ საფრანგეთის აკადემიის, სამი აკადემიის აკადემიკოსი იყო. წარმოიდგინეთ, რა დიდი გონება. საუბარია ეს ადამიანი ცხოვრობდა ჩემო მეგობრებო 170 წლის წინ, დაახლოებით 180 წლის წინ. მეფე ერეკლეს შვილიშვილია. ხო და ეს ადამიანი წერს, ეხლა იმ ერს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ვიზედაც ეს ადამიანი წერს, მაგრამ ეს ადამიანი წერს, რომ აი ამ ხალხმაო, წიგნები შეგვირყვნესო. წარმოგიდგენიათ, ჩემო მეგობრებო, წიგნები. აი ეხლა ვიღაცა რომ მოვიდეს, წარმოგიდგენიათ და თქვენი სკოლის წიგნში, რომ სიტყვები გადააკეთოს, რა მაგალითად რო წერია იქ სიტყვაზე, აი სიტყვაზე ქართლი რო წერია, დაწეროს სომხეთი, რო წერია მაგალითისათვის დავითი, დავუთი რო დაწეროს, ხო გასაგებია. გიორგი რო წერია, იმის მაგივრად ჟორა რო დაწეროს და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ, ესე შეგვირყვნესო რა წიგნებიო. ნუ ეხლა ცოტა მარტო რო ვიქნებით და რო ვისაუბრებთ, მე უფრო დეტალურად აგიხსნით და წარმოიდგინეთ, ჩემო მეგობრებო, რომ ქართლის ცხოვრება არის ეხლა რა ჩვენ გვაქვს ყველაზე ადრეული არის მე-15 საუკუნისა ქართულ ენაზე. ხო ხდებით რის თქმა მინდა, გივი მასწავლებელო, ეს არის ანასეული ნუსხა, ანასეული, ანუ დედოფალ ანას საკუთარი წიგნი იყო. საკუთარი წიგნი იყო დედოფალ ანას. ხო და მეორე წიგნი, ეს არის ქართლის ცხოვრება. მეორე წიგნი ქართულ ენაზე რო გვაქვს, ეს არის მარიამისეული. მარიამი იყო ლევან მეორე დადიანის და იყო ქართლის მეფის ცოლი. ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება. და წარმოიდგინეთ, ეს წიგნი იწერებოდა ჩემი მასწავლებელი მეუფე ანანია როგორც ამბობს, მე-9 საუკუნეში. ლეონტი მროველზე ფიქრობს ჩემი მასწავლებელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, მეუფე ანანია, დიდი მეცნიერი, რომ ლეონტი მროველი არის მე-9 საუკუნის ადამიანი. წარმოიდგინეთ ეხლა, რომ როგორ წავიდა ჩვენი საქმე, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში უცებ ქართველ მეფეს ვახტანგ მე-6-ს უცებ სულხან-საბა ორბელიანს დასჭირდათ ეს წიგნი. ხვდებით გივი მასწავლებელო რას ვამბობ. და დაიწყეს ყველა მეფე მიცოდა, რომ ეს წიგნი ქართლის ცხოვრება იყო დაწერილი. ეს იყო ჩვენი მთავარი წიგნი, მთავარი განძი. აი ბიბლიის მერე, ანუ წმინდა წერილის მერე, ეს იყო ჩვენი საკითხავი წიგნი, ეს იყო ჩვენი ქართული მატიანე, ეს იყო ჩვენი განძი. და ეს წიგნი
ვახტანგ მეექვსემ ვერ იშოვა თბილისში, მცხეთაში. იყო ძალიან რთული ეპოქა. ლექსო მასწავლებელო, ძალიან რთული ეპოქა იყო. სპარსული წიგნები იყო, სპარსული წიგნები, დიდი ბოდიში ახლა შორი გზიდან წავედი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ რა. სპარსული წიგნები, შაჰნამე და სხვადასხვა წიგნები იყო საკითხავი ქართველებისათვის. ქართველებს გინდა სამეფო კარზე, გინდა შესაბამისად სამღვდელოების შვილებს, გინდა ბავშვებს, გინდა მდიდარ გლეხებს, გინდა ღარიბ გლეხებს. წიგნი არ ქონდათ ქართული, რომ წაეკითხათ ქართულ ენაზე. და ამ დროს იყო სხვადასხვა ბევრი, ცოტა არა, ბევრი წიგნი სპარსულ ენაზე და მიდიოდა ადამიანების გასპარსება, ლექსო მასწავლებელო. ზუსტად ისე მიდიოდა მაშინ ბავშვების გასპარსება, ხალხის გასპარსება, როგორც დღეს მიდის გაინგლისურ ენოვნება. ხო ხვდებით რის თქმა მინდა, რომ ბავშვი რო ამბობს, რომ დაბადების დღეზე კი არ მივდივარ, ივენთზე მივდივარ. ხო მიხვდით რის თქმა მინდა, აი ეგეთი ცუდი ამბები იყო და გადაწყვიტა ამ ორმა დიდმა ადამიანმა, ვახტანგ მეექვსემ, მის სულს ვენაცვალე და გადაწყვიტა მართლმადიდებელმა კაცმა, ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა კაცმა დამერწმუნეთ სულხან-საბა ორბელიანმა, მართლმადიდებელმა კაცმა ვიმეორებ, რომ დაებეჭდათ ქართული წიგნები და დაიწყეს აი ამ წიგნების ძებნა მთელ საქართველოში. და უცებ ლექსო მასწავლებელო, ეს წიგნი მცხეთაში კი ვერ იპოვეს, გორში კი ვერ იპოვეს, გურჯაანში კი ვერ იპოვეს, თელავში კი ვერ იპოვეს. არამედ იპოვეს ზუგდიდში, მარიამ დადიანის ხელში და ბიბლიოთეკაში და ოჯახში, ხო გასაგებია. ანუ ეს წიგნი, რომელიც ჩამოვიდა როგორც ლიტერატურა, ჩამოვიდა ზუგდიდიდან, ჩამოვიდა სამეგრელოდან, ნამდვილი ქართველებისაგან, ძირძველი ქართველებისაგან. თქვენ რო წეღან თქვით, რომ ესეთი ცუდი ტენდენცია არისო, ლექსო მასწავლებელო, რომ აი ვიღაცა აწვეთებს მათ, რომ აი სეპარატიზმი მიდის. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ 95%-მა მეგრელმა თქვა, რომ არა, ჩვენი მშობლიური ენა ქართულია, არა, ჩვენი სალოცავი ენა და საეკლესიო და სალიტერატურო ენა ქართულია და ვერ გაიმარჯვებს ის სეპარატიზმი, გამორიცხულია. ხო და ვახტანგ მეექვსემ და სულხან-საბა ორბელიანმა შეკრიბეს გენიოსი კაცები. სწავლულ კაცთა კომისია გააკეთეს და გამოსცეს ქართლის ცხოვრება. წარმოგიდგენიათ? ეს იყო დიდი სიხარული. ეს იყო ყველა ოჯახში, არა, ყველა ოჯახში ცხადია ვერ მივიდოდა, მაგრამ სტამბა ჩამოიტანეს და დაბეჭდეს. თუ არ ვწდები 350 ეგზემპლარი. წარმოგიდგენია? გივი მასწავლებელო? დაბეჭდეს შოთა რუსთაველის უკვდავი ვეფხის ტყაოსანი. ეს იყო დიდი ზეიმი ხალხისათვის. ხელიდან ხელში გადადიოდა, ეს ეძინათ წიგნზე და ერთმანეთს აძლევდნენ. დაბეჭდა და გამოსცა სულხან-საბა ორბელიანმა ლექსიკონი ქართული და შეიძლება ითქვას ეს იყო პირველი გადარჩენა ქართული ენისა აი ამ ეპოქაში რა. მერე იგივე მოხდა მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში. კიდევ ერთხელ გადაარჩინეს ენა. ხო გახსოვს ეგ ეპოქა, გივი მასწავლებელო? როგორ ლაპარაკობდა ხალხი, იცით? სპიჩკა, სტოლი, კრაუტი და ესე შემდეგ, აი ძალიან ცუდი ტენდენცია იყო, გარუსება მიდიოდა ქართველებისა, გარუსება. აი ეხლა, აი 120 წლის წინ, 130 წლის წინ და ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა გადაგვარჩინეს 9 მილიონი ეგზემპლარი დაბეჭდა დედაენა, ხო გაქვთ ის სამი ცალი როა ნანახი, გივი მასწავლებელო. პირველი ღირდა 2 შაური, მეორე ღირდა 3 შაური, მეოთხე ღირდა 7 კაპიკი სულაც რა. და აი წარმოედგინეთ, სახში არ წაიღო ამ ადამიანმა, რო გარდაიცვალა დახეული ფეხსაცმელებით ჩავიდა სამარეში, თალკე ყიდდა, თალკე ჩუქრინდა, რასაც ფულს აიღებდა თავიდან ბეჭდავდა და საოცრებები გააკეთა. ეს სიტყვით აი ამ წიგნმა
წეღან ისევ იმ თემას დაუბრუნდეთ. ქართლის ცხოვრება, ქართველი ერი, ქართული ენა, ქართული შეგნება და ქართული ერთიანობა გადაარჩინა მე-17 საუკუნეში და გადაგვარჩინა გასპარსებას შეიძლება ითქვას და ეხლა რაც კითხვაც დასვა ლექსო მასწავლებელმა. დიდი ბოდიში ეს რო არ მეთქვა არ შემეძლო და ესეთი კაი მსმენელები მე ხშირად არ ამყვანან, როგორც თქვენ ახართ სკოლის მასწავლებლები, ლექსო მასწავლებლისნაირი ადამიანი, სკოლის დირექტორი და ესეთი ათოსანი ანგელოზის შვილები. ნახე ლექსო მასწავლებელო, აი იმ ამბავამდე, ანუ მე-18 საუკუნემდე 1712 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. 1708 წელს დაიბეჭდა ახალი ქართლის ცხოვრება, აი მარიამისეული ქართლის ცხოვრების საფუძველზე, ხო გამიგეთ? და მაშინ შესაბამისად ის ერთი წიგნი იპოვნეს, მარიამისეული ქართლის ცხოვრება. და 1904 წელს სულმნათმა ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა უკვე ანასეული, ანუ მე-15 საუკუნის ქართლის ცხოვრება. მე არსებობს კიდე ციციშვილისეული ქართლის ცხოვრება. მე ხან იმ ბიბლიოთეკაში იპოვნა ივანე ჯავახიშვილმა, ხან ერთი დიდი მეცნიერი იყო კლენიაშვილი იმან იპოვა, ხან რუმიანცევმა იპოვა და დღეს უკვე ჩვენ გვაქვს 4 თუ 5 შეიძლება მეშლება, ან 4 ან 5 ერთი სიტყვით ძველი ნუსხა და ერთი 7 რვა მას მერე კიდე არსებული ნუსხა ამ წიგნისა. და რაღაცეებში სხვადასხვა წიგნში სხვადასხვანაირად წერია. ხო და ცოტა სხვაობები არის ახლა, კარგად გამიგეთ, იქ გადამწერი ამატებდა, რედაქტორი ამატებდა, ასე შემდეგ, ისტორიკოსი ამატებდა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი იყო კიდე ბერი ეგნატაშვილი. ხო და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აი მარიამისეული ქართლის ცხოვრება ლექსო მასწავლებელო იწყება არა ქართლოსითა და ეგროსით, არამედ იწყება ადამითა და ევათი. გასაგებია მასწავლებელო. და იმასაც დავამატებდი, რომ ამ წიგნს ეხლა რო ქართლის ცხოვრება ქვია, მაშინ ერქვა ქართველთა ცხოვრება. როგორი მინიშნებაა, ხვდებით ხო? ანუ შესაბამისად, როგორც ეხლა შვილებმა ილაპარაკეს და როგორც თქვენი ლაპარაკეთ, მასწავლებელო, ზუსტად ანალოგიურად ეგენი თვლიდნენ, რომ აი ეგ ადამიანები, პირველი ადამიანები, მით უმეტეს წარღვნის შემდგომი ადამიანები, ბაბილონამდელი ადამიანები, ბაბილონის გოდოლამდელი, ბაბილონში არ წასული ადამიანები და ასე შემდეგ, იყვნენ ქართველები, გამიგეთ? აი ესეთი დიდი სიხარულია, ძალიან დიდი სიხარულია და იმ ჩემ ნატრას დავუბრუნდები მე. რომ ამას უკვე ახლა თქვენ გეუბნებით უფროსებს, მიხვდებით რასაც ვამბობ, მეუფიანანიას ძალიან მაგარი წიგნია, ლექსო მასწავლებელო, უახლოეს დღეებში მე ფურცლათაც მოგაწვდი და დღესვე გამოგიგზავნით თქვენ და გივი მასწავლებელს ბროშურის ელექტრონულ ვერსიას. ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია. ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია. აქ არის მოცემული თუ როგორ შეძვრა ამ წიგნში, როგორ შეიჭრა ამ წიგნში, როგორ ცვლილებო თქვენს კომპიუტერში რომ შემოიჭრას ახლა ვიღაცა ადამიანები და რაღაცა აურიოს. ხო გაგიგიათ ეგეთი რაღაცა. ზოგს ვირუსი ქვია და ზოგს კიდე უარესი. შესაბამისად, აი ეგრე როგორ შეძვრა ამ წიგნში ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია ქვიათ ის არმენოფილი, ანუ პროსომეხი რედაქტორი. და რაღაცები აურია შიგნით, მე რო გეუბნეოდით, ხო გახსოვთ წეღან რომ აი რო ვიღაცა შემოძრეს და აგვირიოს რაღაცა. ეგრე დაემუქრნენ ამ წიგნს. ხო და აი ანასეულ ქართლის ცხოვრებაში წერია ეგრე, რომ არ მონაწილეობდით ჩვენ ბაბილონის მშენებლობაში. ასევე 1953 წელს რო საქართველოს ისტორიის წიგნი გამოიცა, გაბედეს დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და ასე შემდეგ გმირმა ავტორებმა, ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა
და 1953 წელს გაგანია ომი მიდიოდა. გაგანია ომი. სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი იყო. ივანე ჯავახიშვილი 3 წლის გარდაცვლილი იყო. მაგრამ მათ ჰქონდათ დაწერილი და გამზადებული საქართველოს ისტორიის წიგნი. 1953 წელს ალბათ ყურადღება სხვა მხარეს იყო გადატანილი და ამ ადამიანებმა ჯანაშიის რედაქტორებით, სიმონ ჯანაშიას რედაქტორებით გამოვიდა წიგნი საქართველოს ისტორია 1953 წელი. და იქ ივანე ჯავახიშვილის ნააზრევი, ივანე ჯავახიშვილის დამტკიცებული, ივანე ჯავახიშვილის გადმოცემული წინადადება შევიდა, რომ ჩვენ ვართ უძველესი კარდუელების თამომავლები. გაიგე ლექსომასწავლებელო. ამ წიგნმა იარსება, შენ ხარ ჩემი ბატონი, ლექსომასწავლებელო, 3 წელიწადი. ოჯახებში, ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტში, კათედრებზე, მაღაზიებში, ხო გასაგებია. სასკოლო წიგნი იყო, წარმოვიდგინე ახლა რამდენი გამოიცემოდა. და მე ვიღაცა ბოროტმა გადაშალა მეშვიდე გვერდზე და დაინახა რომ იქ წერია რომ ჩვენ ვართ უძველესი ხალხის, კარდუელების, ქალდეველების, ბაბილონამდელი ხალხის, უძველესი კულტურის ადამიანების შვილები და შთამომავლები. და გაგიჟდა. კი არ გაგიჟდა, გააფთრდა. კი არ გააფთრდა, გაველურდა ის ბოროტი და დაიწყო სასწაული რამე ლექსომასწავლებელო ენით აუწერელი. ოჯახებში შედიოდნენ და ეუბნეოდნენ რომ შენ აი მაგარ ყველას იცნობდა როგორც თქვენ იცნობთ ყველას ეხლა თქვენ უბანში და თქვენ სკოლაში ხო შვილებო და თქვენ სოფელში და თქვენ პატარა რაიონში რა როგორც მე ვიცნობ ატენში ყველას რა ხო და ეუბნეოდნენ აი შენ მაგალითად 2 წლის წინ შეხვედი მაღაზიაში და იყიდე ეს წიგნი ეხლა მიდი სახლიდან გამოიტანე ეხლა შენ აი ბიბლიოთეკაში გიდევს ეს წიგნი და გამოიტანე შენ კათედრაში, შენ კაბინეტში გიდევს აი სკოლის მასწავლებელო, გამოიტანე შენი ოთახიდან და აი ესე ამოიღეს აი საქართველოს ისტორიის წიგნების 99% და თუ არა ვცდები 40,000 იყო მისი ტირაჟი და 9 წელი გადარჩა მარტო იმ წიგნისა. წარმოგიდგენია ალექსო მასწავლებელო. და მე მაგ ნანახი ესეთი როგორი ბრძოლა იყო, წარმოიდგინეთ. სიტყვა ხო არ გამიგრძელდა მასწავლებელო. არა, ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი ბოდიში, მალე მორჩები რა. შესაბამისად, მე მაგს ეგზემპლიარი ნანახი, რომ ვიღაცამ, აი მაგალითად გივი მასწავლებლის ნაირმა გმირმა და გულანთებულმა და მებრძოლმა და კარგმა აღმზრდელმა. ეს წიგნი არ გამოაჩინა რა, დამალა, გაიგე, არა მაქვს თქვა, რომ აი ხო ვიყიდე, მაგრამ აღარა მაქვს ვიღაცამ და მე სახლი გაუჩხრიკეს ალბათ იმ ვიღაც ადამიანს. თქვათ ისტორიის მასწავლებელს და უპოვნეს სახლში ეს წიგნი. და მე ესეთი ეგზემპლიარი მაქვს ნანახი, რომ აი ამ ადგილას იყო გახრეტილი ბურღით ან დირაკოლით ესეთი სახრეტი მოწყობილობაა. მერე შიგნით იყო გატარებული ძაფი კანაფი. როგორც ნივთმტკიცება. და მერე აქ იყო დაასხმული ფოსტებში ასხავდნენ ხოლმე რა, ესეთი შოკოლადისფერი იყო, სურგუჩი ერქვა. და ესეთი სურგუჩი და იმისგან დამწვარი იყო წიგნი, ეს ისტორიის წიგნი ამოიღეს როგორც ნივთმტკიცება. ალბათ ის პატრონი ვინც იყო იმ წიგნისა. სამწუხაროდ მარტო ინიციალები ეწერა რა. ხვ შესაბამისად ხარიტონი ერქვა, ან ხარლამპი ერქვა, ან შეიძლება რუსულად ეწერა და მე შესაბამისად აქედან ან ქრისტეფორე ერქვა, ან ქრისტეფორ, ან რაღაცა. კარგად გამიგეთ? მაშინაც იყო რუსი და ეს ადამიანი ალბათ დაიჭირეს, რომ არ ჩააბარა ეს წიგნი. და მე ეს წიგნები ამოიღეს და ჩვენი აზროვნებიდანაც ამოიღეს. ჩვენი მოგონებებიდანაც ამოიღეს და ჩვენი მასწავლებლებისგანაც ამოიღეს ის ამბავი,
რომ ჩვენ ძველი კარდუელების შთამომავლები ვართ. და ეხლა ლექსო მასწავლებელი ცდილობს თქვენ შემოგევლოთ, ჩემი თავი, შვილებო, მოსწავლეებო, რომ ეს ისევ დაგვიბრუნოს გონებაში. და 10 მადლობა ლექსო მასწავლებელო. ეს მოგიყევით როგორი ბრძოლა ქონდა 1953 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიის წიგნს დიდი ივანე ჯავახიშვილის ავტორობით. დიდი ივანე ჯავახიშვილი ის კაცია, ვინც ილია ჭავჭავაძეს აი აქამდე მიწვდება. ხომ ეთანხმები გივი მასწავლებელო? ხრება როგორც ღვაწლით, შემოქმედებით, გმირობით უნივერსიტეტი ააშენა და განათლება შემოიტანა. ეგ ადამიანი რო არ ყოფილიყო, შეიძლება 40 წელი დაეგვიანა ქართულ უნივერსიტეტს. 40 წელიწადი, მე გეტყვით ბევრ რესპუბლიკას, სადაც 40 წელი დაეგვიანა. 60 წელი ჩვენზე 60 წლით ახალგაზრდა უნივერსიტეტები აქვთ. ჩვენზე 60 წლით ახალგაზრდა ბიბლიოთეკები აქვთ. საბჭოთა კავშირის დროს. და იგივე ბრძოლა ქონდა გამოცხადებული ლექსო მასწავლებელო ქართლის ცხოვრებას. მოკლა უნდოდათ, განადგურება უნდოდათ. იყო ესეთი ძალიან ცუდი კაცი, ქეროფ პატკანოვი და მისი მოსწავლე ნიკო მარი. ეგენი ამბობდნენ, ვეგო, ნაყალბევიაო, ეგ წიგნიო, ნაყალბევიაო. ვახტანგ მე-6-ემო მოიგონაო, მოიფიქრაო და სულხან საბამო მოიფიქრა და ზღაპარიაო. და მერე აი ახლა რომ ვიპოვეთ ის ნუსხები რაც ჩამოვთვალეთ. ყველა მიხვდა რომ უძველესი წიგნია და ძველთა ძველი წიგნია. ერთი სიტყვით საუბრის ბოლოს ვიტყვი რომ იმ წიგნში წერია შემდეგი რამე რომ ჩვენ უძველესი ერი ვართ, პირველი ერი ვართ, უძველესი ენა ვართ და ის ხალხი ვართ, რომელიც იმსევ იმ ადგილზე ვცხოვრობთ, სადაც ჩვენა ვცხოვრობდით და ესეთი დიდი ღვთისმსხალობაა ჩვენს ერზე. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ, გივი მასწავლებელო. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი მასწავლებელიც ხარ, ლექსო მასწავლებელო. ენაცვალე, შემოგევლეთ, თქვენ ახარ ჩვენი მასწავლებელი და უღრმესი მადლობა. სულ მაინტერესებდა ეგ ისტორია და ძალიან გამიხარდა რომ მოვისმინე. წარმოიდგინე ლექსო მასწავლებელო, ეხლა უცებ ერთმა ქალმა მითხრა, ბუკინისტი გოგოა, ბუკინისტი, მარიამი ქვია, რომ მე მქონდა 6 მეთაყაიშვილის გამოცემული 1904 წელში გამოშვებული ანასეული ქართლის ცხოვრებაო და გავყიდეო $250 და ვახ მეთქი როგორ კიდე რო ჩაგივარდება კიდე აი ესეთი არა ბიბლიოთეკაში არის შეგვიძლია მივიდეთ მე და თქვენ საჯაროში და ამოვიღოთ ეგ მომენტი აქ რო აწერია ქართველთა ცხოვრება ეგ გვერდები გვაქვს თუმცა ესე ძალიან მე რო ხელში მიჭირავს საბჭოთა კავშირი იყო ძალიან მძიმე ეპოქა იყო ხალხო ძალიან მძიმე სიმონ ყაუხჩიშვილმა ეს წიგნი გამოსცა რაღაცეები მაშინ წიგნს უნდა გაევლო 40 შემოწმებელი ამ 40 შემოწმებელიდან ზოგი ბოროტი იყო ზოგი ანტიქართველი იყო ზოგი რთული იყო ზოგი გიჟი იყო ზოგი ბოლშევიკი იყო ზოგი კომუნისტი იყო ზოგი ვერ იყო კომიხდით რა აი მაინც საოცრება გააკეთა რომ ეს წიგნით გამოსცა სიმონ ყაუხჩიშვილმა მანამდე გამოცემულები კაცილებით ღრმა შინაარსის არინა 10 მადლობა რომ აი ესეთი საუბარი ირმა საინტერესო ვერსია შემოგთავაზა ასომთავრულის აპლიკაციით სწავლით და აქ ხო არა ხართ ირმა მასწავლებელო აი რა ფორმით ვისწავლოთ ხუცური ასე იწერება და ბებოენა ცისფერი აპლიკაცია ძალიან მარტივი არის ანუ შენ როგორ უნდა გავაკეთოთ ანუ უნდა გადმოწერონ ბავშვებმა თუ როგორ ხდება Play Store-ში შევლენ და გადმოწერენ მე მგონი iPhone-ი არ წერს და დანარჩენი ყველა ტელეფონით შეიძლება რომ გადმოწერონ აბა მე იქნება და მაგას ვერ ჩავთავთ ხოლმე
ირმა როგორ არის? აი ეხლა წეღად მეც ვეწვალე და მინდოდა რომ მე ეკრანით გვემეცადინა ბავშვებთან და ვერ ჩავრთე რომ გადმომეწერა თვითონ ბუქში და იქნებ რამენაირად მოვახერხო და აი ეხლა თუ დავსქრინე ჩავაგდებ თვითონ რომელი აპლიკაციაც არის. თამარ დედა ყოჩაღი ყავს და იქნება იმან გაარკვიოს, გადმოწეროს და ბავშვებს რო ვაჩვენოთ ხოლმე რა მერე. სამომავლოდ მაშინ თბილისში ლექსმასწავლებლო იყიდება დედაენა გამოვიდა, აი ჩვეულებრივი დედაენა არის სამივე ანბანით არის და ეს 15 ლარია, ეგეც ეხლა ჩემ ბიჭმა უნდა ჩამომიტანოს და ეგეც მოგესალმებით. დღეს მომიტანეს ზუსტად საჩუქრად ეგ დედაენა და მაგის თაობაზე უნდა მეთქვა ლექსმასწავლებლისთვის საუკეთესო არის და რადგან დავიწყეთ ამ ყველაფრის შესწავლა და დღეს რომ მომივიდა მართლა ღვთის კურთხევად მივიღე და ისეთი ბედნიერი ვარ. ხო და დავავალე ახლა მე კი ერთი ცალი საჩუქრად მომიტანეს, მაგრამ ლაშა გიორგისთვისაც დავავალე და ლექსმასწავლებლისთვისაც ახლა და ზეგ მოიტანენ მათთვის და ლექსომას ხვალვე გადმოგცემთ ჩემ წიგს თქვენ. გენაცვალეთ. ძალიან კარგი, მოკლედ მადლობა ღმერთს. ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ ისეთი თემა იყო, რომ მადლობა ღმერთს და მეც ახლა ისეთი გახარებული ვარ ეგ ინფორმაციები რომ მივიღე, იმიტომ რომ ბატონი ნუგზარი ყველაზე ჩემთვის კომპეტენტურია ამ საკითხში და აი რომ გავარკვიე ბოლომდე ამ ისე გახარებული ვარ ახლა დიდება უფალს და ძალიან მიხარია. დიდი მადლობა თქვენ გენაცვალეთ. დიდი მადლობა ლექსომასწავლებლო. ხო, აღარ გადაგხლით ბავშვებო, ისედაც კარგად მოგვიწია. ხო და ესე იგი 300 ვისწავლოთ, მაშინ აბა ვინ შეძლებს? ილია, აბა შენ კაი დაფა გაქვს? აბა შენიცი შეეცადეთ ყველამ. ასის გადმოვიწერეთ. ისე გენაცვალე, ხო ჩაღო. თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ერთ პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. თქოს, აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. არაპატია უფალმა ადამიანებს გაამპარტავნება და აღრია საერთო ენა. ადამიანებმა ვეღარაფერი გაუგეს ერთმანეთს და გაიფანტნენ. ხერხემალი ადამიანის აგებულების საყრდენ ფუნქციას ასრულებს. თავად სიტყვა სახელდებაში ორხეს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ასობ გერა რაეთი. რაე ქართული ანბანის შუაში მდებარეობს და მისი ერთგვარი ხერხემალია. ხე მოიაზრებს დედაბოძს, როგორც გაუცნობიერებელი სასოება 60 სიცოცხლის ხისა. ქრისტიანობის შემდგომ იგი იქცა ახალი აღთქმის სიცოცხლის ხედ, გოლგოთის ჯვრად, რომელმაც გამოიღო მსხვერპლად ქრისტე, ხსნა. სახიერი წინასწარ განგებულებით გოლგოთაზე წილნაყარი კვართი მცხეთაში მოაბრძანა ჯულიერმა ელიოზმა. იგი მის დასთან სიდონიასთან ერთად დაეფლა საქართველოს გულში, ტყურისა და არაგვის შესართავთან. კვართზე აღმოცენდა ხე. ამ ხით საბოლოოდ გაცხადა, რომ ქართული კულტურისათვის, ენისათვის, წარმართულ სიმბოლოთაგან მთავარია ხე, დედაბოძი. სწორედ ამიტომ პირველ საუკუნეში ქრისტეს მხურვალე მოციქული, პირველწოდებული ანდრია ჭრის ჭყონს, იგივე მუხას და ცვლის მას ჭეშმარიტი ძელით, ანუ ჯვრით. ჭყონდიდის ეპარქიაში ცნობილი მარტვილის საკათედრო ტაძარი სწორედ ამ მოჭრილი ჭყონის ადგილზეა აგებული. წმინდა ანდრიას მიერ დაწყებული ქართლის მოქცევა კი მეოთხე საუკუნეში ვაზის ჯვრით განასრულა იერუსალიმიდან მოსულმა კაბადოკიელმა ქალწულმა წმინდა ნინომ. ხერხემალი მალებისგან შედგება. მალი მალულსაც, დაფარულსაც მოიაზრებს თავის მხრივ. ამ დაფარულ საიდუმლოს ძველი წინასწარმეტყველური ძეგლიც გვამცნევს. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
დამარხულარ სენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად რაითა ყოველ საენა სახმერთმა ნამხილოს ამით ენითა და ესე ენა იმ ძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე hrქვიან მას ჟამსაშინა იყო ვინმე უძური ლაზარე უფალო აჰა რომელი გიყვარს ნეულარს ხოლო ვითარცა ესმა იესოსს თქვა ეს ესნეულება არა არის სასიკვდინე არამედ დიდებისათვის ღმრთისა რათა იდიდოს ძევ ღმრთისა მისგან მშობლიური ფესვები მოქცეული არიან ათასწლოვან შრეებში ადამიანის ქვეცნობიერებისა მაშინ როდესაც იდეოლოგია გაჩენილია ზედაპირზე მისი ცნობიერებისა ცხადია აქეთგან რომ მშობლიურ ფესვებს 1000-ჯერ უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე რომელიმე იდეოლოგიას ფესვთა შორის უღრმესი კი ქართული ენაა ჩვენი ღვთაებრივი გენის უაღმატებულესი გამოვლინება იყო ერთი ქართველი თავადი ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართული მას არ ემარჯვებოდა საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი იცოდა რუსული ფრანგული და ინგლისური სიკვდილის წუთებში როცა ადამიანის მთელი არსი შეერხევა საუკუნიდან მოშვებული ფესვებით მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა ფრანგულიც და ინგლისურიც მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი აი რა ძალის არიან ძირაფენები ადამიანისა განსაკუთრებით ქართველისა ეს რომ არ ვიცოდე ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით მშობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი ჩვენში წიაღი უშრეტია რადგან ქართული მიწის ქართული ყოფიერების ისტორიული სუნთქვა იესო ქრისტეა ძეღვთისა გზა ჭეშმარიტებისა იესო მივიდა სამარხთან ეს იყო გამოქვაბული რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული იესომ თქვა მოაშორეთ ლოდი მიცვალებულის დამ მართამ უთხრა უფალო უკვე ყარს რადგან მეოთხე დღეა რაც დავმარხეთ იესომ უთხრა მას განა არ გითხარი რომ თუ ირწმუნებ ღვთის დიდებას სიხილავ მეთქი მეუღეობის მოწვევით ლაზარის სახელობის ათინების სახელობის ლაზარის ტრაპეზი იკურთხა და ყოველ შაბათობით აქ აღევლინება წირვა ლოცვა ამრიგად მოაშორეს ლოდი იესომ თვალები აღაპყრო და დიდი ხმით დაიძახა ლაზარე გამოდი ჯვრები აქვს გამოსახული წინ გამოვიდა მიცვალებული ამბობენ ხელფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული უთხრა მას იესო გახსენით გაუშვი ასეთი რამ არ არსებობს იაროს როგორც აღადგინა უფალმა რომ ლაზარე მართალი ლაზარე ასევე აღდგება სრულიად საქართველო და ქართული ენა საქართველოს დედა ეკლესიამ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა ქართული ენის დღესასწაული და აღნიშვნის დღედ განაჩინა ლაზარეს შაბათი ენა ძველ ქართულში მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა არამედ ხალხს ეროვნებას მოდგმას სიტყვა საწამებლად არ ნიშნავს წამებას ტანჯვას არამედ დამოწმებას გამოდის რომ ქართული ენა ქართული მოდგმა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესთვის
არამედ ამხელს სხვა ენებს, სხვა ერებს მეორედ მოსვლის ჟამს. ბოლო ჟამს საქართველო გავწყინდება. და ესე ენა ის შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღეს ამას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ბოლო ჟამს ქართველობა შეინარჩუნებს მართლმადიდებულ სარწმუნოებას. და ყოველსა ენასა ღმერთმა ნამხილოს ამით ენითა. როგორც კირილე ლავრელი ამბობს, ეს ბერძენი ბერი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთის იმპერია შეიქმნება, რომელსაც სათავეში ედმებაო კურთხეული მეფეო, მირონცხებული მეფე და ჭეშმარიტი პატრიარქიო, სწორედ მათ დროს გაერთიანდება საქართველო, მათ დროს მოხდება სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების აღჩამოსვლა და მართლმადიდებლობის მიღება. Dalosvili da gaffarებული იყავი, აღდგება სახარება. ლაზარე, მოდი ხარ მზიანი ტერფებით. აბლანდულ ბილიკებს სვეტად მოასწორებ. აჰა, ვაზის ჯვარი სანაცვლოდ მტევნების შენით გამოისხამ ზედ ქართულ ასოებს. მე შენ შესახებლად ცეცხლიან ბედაურს დროის ულმობელი ლაგამი ავხსენი. ჩვენ შორის მზე ჩადგა როგორც საიდუმლო, შენ სიტყვის გენია მზის გულში გახსენი. ლაზარე, ზარივით რეკენ ასოები, ქარმაფთა შემოჰკრა ილეკროს წინწილებს, სიტყვები ვით სავსე ოქროს ტაროები კალთაში მიყრიან თავიანთ სიმწიფეს. ამყანას დაუსხამ სურიცხვი მარცვალი. ბგერებში საკმევლის სიო მოსურნელობს, ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყნად რაც არის შენ დასაბამიდან ათბობდა მსრუნველობ. ლაზარე, გიგალობ სრული საქართველო, დამზის საკლდამიდან რძე თეთრად გადმოდის, ფეხზე წამოდექი უჟამო ნათელო, უფალი მოგიხმობს. ლაზარე, გამოდი.